პირველ რიგში მოგესალმებით, მეც მოგილოცავ დღევანდელ დელს, მიულოცავ თქვენს მაყურებელს, ასევე მხნეობას უსურვებ პოლიტპატიმრებს. მე რაც შეეხება მოლოდინს რეჟიმის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ 120-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს ჩვენ. პროგნოზი მოლოდინი ვერ მექნება სამწუხაროდ, მაგრამ ის რომ ჩვენ ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ის რომ ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაპატიმრებული, ეს ხადია და თუნდაც ის შექმნილი აჟიოტაჟი, ის შექმნილი, ასე ვთქვათ, მოცემულობა ცხადყოფს იმას, რომ ადამიანები არიან უკანონოდ დაპატიმრებული და აუცილებლად ისინი უნდა განთავისუფლდნენ. მე არ ვიცი, ვის შეიწყალებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე ვერ მექნება ამის პროგნოზი, ვინაიდან ყაველაშვილი იქნება ეს კობახიძე, ივანიშვილი პირადად და საბოლოო ჯამში ივანიშვილი იღებს ამ გადაწყვეტილებას. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა და მათი ამოცანა ის არის, რომ გაგრძელდეს რეპრესიები. მათ შორის ის უკანონოდ დაპატიმრებული 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, მათი თავისუფლება იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, მათი უფლებები დაირღვეს მაქსიმალურად, ვინაიდან ვიცით ხო ჩვენ საბას ხვითარიძის შემთხვევაში დაზარალებულად არის ცნობილი და მის მიმართ დაზარალებულობის ცნობის შემდეგ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ვიცით ჩვენ გელა ხასაია, რომელიც საერთოდ გამოგონილი საქმიდან გამომდინარეა ციხეში, ვიცით მზია ამაღლობელი და თუ ვინმეს გათავისუფლებას ველოდებით და უნდა განთავისუფლდეს აუცილებლად და დაუყოვნებლივ მზია ამაღლობელია, რომელიც არა ვინმეზე ძალადობის გამოა ციხეში, არამედ საკუთარი ღირსების დაცვის გამოა ციხეში და ასე დანარჩენი ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც დღეს ციხეში იმყოფება. ამიტომ ვერანაირი პროგნოზი და მოლოდინი ვერ მექნება ეს ერთი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ბოროტი უკანონო არალეგიტიმური რეჟიმის პირობებში გვიწევს ყოფნა, ეს ერთი და მეორე. უნდა გავიხსენოთ და არასდროს ყველა ეთერში მე ვიმეორებ იმ თავარ ორ მოთხოვნას, რაც ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციას და მთელ ქვეყანას აქვს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს და პარტნიორებს. ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა. განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები და აუცილებელია რომ ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი იქნას დაძლეული. სანამ ერთი პოლიტპატიმარი იქნება ციხეში, სანამ პროტესტი იქნება ქუჩაში, სანამ პოლიტიკური ლიდერები იქნებიან ციხეში, სანამ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, ეს პოლიტიკური კრიზისი ვერ დაიძლევა, რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღოს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად რეჟიმმა და ქართულმა ოცნებამ. კი ბატონო, თენგო, როგორ ფიქრობ, მე მესმის თქვენ ამბობთ, რომ ვერანაირი მოლოდინი ვერ მექნებაო ქართული ოცნების პირობებში, მაგრამ აი რატომ ჭიანურდება მათ შორის, არ ვიცი, აი თუნდაც ყოველ შემთხვევაში იცი რას გულისხმობ, ანუ საზოგადოებას მათ შორის იმ მშობლებს, რომლებიც დილიდან იქიდან ის მაინც ეცოდინებათ, რომ დღეს არ უნდა ელოდონ იმას, რომ ეს ციხის კარები მათი შვილებისთვისაც გაიღება, ხო? ანუ მართლა ნერვების ომია ეს და არის რაღაცა ფსიქოლოგიური წნეხიც მთელი დღის განმავლობაში, როდესაც გარეთ გახარ და არ იცი დღევანდელი დღე რა შედეგით დასრულდება. აქამდე გვახსოვს, რომ არ ვიცი, მთელი დღის განმავლობაში უკვე ცნობილიც იყო, ვინაობაც კი გარკვეული ჰქონდა შეწყალებულების, რომელთა ინიციალებით საჯაროვდება, ხო, აი აქტიდან გამომდინარე. ეს რას ემსახურება? პირველ შეწყალება არის ჰუმანური აქტი, ჰუმანური ნაბიჯი და ქართულ ოცნებას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ამდაგვალ ნაბიჯებთან, მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ განმეორდები, რა დროს და რა ეტაპზე მიიღებს. მე ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ვერ მექნება ვერანაირი, ასე ვთქვათ, პროგნოზი. და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმე არ მინდა რომ განთავისუფლდეს. პირიქით, ძალიან გულშემატკივრობ და მეცაც გეტყვით. ჩემი თავარი ამოცანა 2025 წელს, 2026 წელს არის და იყო და იქნება, რომ ბოლომდე ყველა პოლიტპატიმარი განთავისუფლდეს. პირადად მე როგორც პოლიტიკოსი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვიბრძვი იმისათვის, რომ პოლიტპატიმრები განთავისუფლდეს და ყველა ჩემ რესურსს ვდებ ამაში. რაც შეეხება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყაველაშვილი იქნება თუ სხვა. მათი კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა თუ როგორი რეჟიმია, როგორი ადამიანები არიან და თქვენ კითხვაზე რომ აქამდე გამოიცემოდა ხოლმე სამართლებრივი აქტები, მე როგორც მახსოვს წინა წლებში ყაველაშვილის პირობებში არა, იმიტომ რომ არ იყო ყაველაშვილი. სხვა პრეზიდენტის პირობებში სია მათ საიძე, ვებგვერდზე იდებოდა. არ ვიცი, არც რო გითხრათ სიმართლე, არც დამითვალიერებია თუ შევსულ ვარ, ვინაიდან არ ვიქმნი მოლოდინებს. ერთი რაც ვიცი, რომ ჩვენი პოლიტპატიმრები არიან მხრეთ, ერთი რაც ვიცი და მათი განცხადებებიდან ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ ის ადამიანები და ყველა მათგანი არის გაცნობიერებული იმ წინააღმდეგობაში, რასაც ქვია
რეჟიმთან წინააღმდეგობა და არც ერთი მათგანი არ არის იმ განწყობაზე, რომ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის ან კანონის წინაშე. არა, ისინი არიან უდანაშაულები, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პატრიოტები და ეს ადამიანები არიან განსაკუთრებულად სამაგალითოები იმ წინააღმდეგობაში და იმ ბრძოლაში, რასაც დღეს რეჟიმთან ბრძოლა ქვია. გულწრფელი ვარ ამ პასუხში თქვენს კითხვაზე, ვერ და არ მექნებოდა და არ მაქვს ყაველაშვილის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, იმიტომ რომ მას აქვს ახლა ეს ბერკეტი, როგორც პრეზიდენტად დასმულს ბიძინა ივანიშვილის მიერ. ვერ მექნებოდა და არ მექნებოდა. ამიტომ ვერანაირ პასუხს ვერ გცემთ ამ კითხვაზე, არ ვიცი ახლა სადმე რესტორანში არიან, სადმე ერთობიან, პარტიის შეხვედრა აქვთ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, ვერც მექნება, არც უყურებს საკითხს ესე, ვინაიდან ვიცი რა ჩვენი პოლიტპატიმრების დამოკიდებულება, ვიცი რა ჩვენი პოლიტპატიმრების ხნეობა, ვიცი რა ის თუ რა განწყობით არის მთელი საზოგადოება და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი პოლიტპატიმრებთან ერთად თუ ვინმე მიცის დღეს ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ ესენი აკეთებენ რაღაც საზოგადოებრივ კვლევებს 75%-ზე მეტი ქართული ოცნების საზოგადოებრივ კვლევებითაც კი ვერ სცემს პასუხს რატო ყავს ქართულ ოცნებას ეს ადამიანები ციხეში. ანუ ამაზე პასუხი არ არსებობს. გამოგონილი ბრალით არიან ადამიანები ციხეში, მაგალითად მათედევიცი არის 4 წელზე მეტი მიუსაჯა სასამართლომ იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილს და სხვებს აქვს 5 წელი და რამოდენიმე მილიონი აქვს მოპარული. მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ მიმალვის საშუალება მისცეს მერიის თანამშრომელს, მერიის მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა თუ მოიპარა და თვითონ ამბობენ ამას, არც მე არც თქვენ ეს არ მოგვიგონია, მოიპარა ბავშვების საჭმელი საკვები ფული. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს მისცეს მიმალის საშუალება, გაქცეულია ზოგი ევროპაში, ზოგი ამერიკაში და ის ადამიანები, რომლებიც არიან ქვეყნის პატრიოტები, დღეს არიან ციხეში. დღეს უნდა განთავისუფლდნენ, კი, ყოველი დღე მათი ციხეში გატარებული არის უკანონობა, უსამართლობა და ყოველი ახალი დილა არის იმის პასუხი, რომ ისინი აუცილებლად უნდა განთავისუფლდნენ. და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოებაც იყოს აქტიური, რომ მათ განთავისუფლებას მივახციოთ. კი ბატონო, აი თქვენ რას შესთავაზებთ, თენგო, არ ვიცი, ახალს ან თუნდაც განსხვავებულ საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს და ის ორი მთავარი მიზანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნას მიღწეული და აი თქვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ქმნიდეთ დღის წესრიგს და რაღაცა ქართული ოცნების მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე არ გქონდეს ხოლმე მხოლოდ კომენტარები და შეფასებები. აი ამისთვის რის გაკეთებას აპირებთ? პირველ რიგში არანაირი მოლოდინი და ასე ვთქვათ ქართულ ოცნების ნაბიჯებს არ ველოდებით და ყოველ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებისთვის ვიცით რა ყველა ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯი იქნება მათი რაღაც პოლიტიკური ან რაღაცა ერთდღიანი ინტერესი, რაც შეეხება რა უნდა გაკეთდეს და კოალიცია ცვლილებისთვის ამისთვის არის მზად. უნდა მოხდეს ძალიან დიდი ოპოზიციური თანხმობა პრინციპების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს პირველი. და ამაში მიუხედავად წარსული გადაწყვეტილებებისა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ეროვნულ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, ეს თანხმობა ხო არსებობს, თენგო, არაერთი რაღაც ფორმატი გვინახავს, ხან ხელი მოგიწერიათ, ხან სიტყვიერად შეთანხმებულ ხართ, ხან რაღაცა გვინახავს, ხომ? ზურაბიშვილის ირგვლივ მის გარეშე ცალკე არ ვიყავით. პარტია ახალი არასდროს არ ყოფილა ზურაბიშვილის პლატფორმაში, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ახლა გადაწყვეტილება არის მისაღები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენოთ და ვაგრძელებდი, ვარჩვენოთ ქვეყნის თუმცა დროა შეუერთდა თუ სწორად ხო, დროა პოლიტიკური ინდივიდუალურ კოალიციაში შემავალი, კი ბატონო. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ეს პლატფორმა იყო პარტიული და არა კოალიციური. და რა თქმა უნდა, ჩვენი კოალიციის წევრი იყო. მაგრამ ეხლა ამას საუბარი არის. ეხლა არის მნიშვნელოვანი ჩვენ საზოგადოებას პირველი ვაჩვენოთ პარტიული თანხმობა, როგორ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ვაჩვენოთ ქვეყნის შიგნით ჩვენს მოქალაქეებს ძლიერი ალტერნატივა ქვეყნის გარეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ლეგიტიმური ალტერნატივა. ეს რაზე უნდა შემითანხმდეთ მაგალითად? აი გავაგზელებ და რაზე უნდა შევთანხმდეთ და მაგალითად უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ორი მოთხოვნა, რომელი ორი მოთხოვნაც არის, რომ ეს არის უპირობო და სანამ არ შესრულდება მაგალითად არ შევალთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში, ეს ერთი. მაგალითად სანამ პოლიტპატიმრები იქნებიან ციხეში, ჩვენ არ დავიწყებთ რეჟიმთან თანამშრომლობას და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს არის წითელი ხაზი. რას გულისხმობთ? ვერ წარმომიდგენია, როდესაც
ის 120-ზე მეტი ადამიანი არის ციხეში, ვერ წარმომიდგენია მეორე რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აკრძალული ემიგრანტებს დაახლოებით 9 მილიონამდე ამომრჩეველს, ვერ წარმომიდგენია რომ არჩევნებზე ქვეყნის შიგნით დამკვირვებლებს და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს დაკვირვება აქვს აკრძალული, ეს მესამე, ვერ წარმომიდგენია რომ ქართულ ოცნება პოლიტიკურ პარტიებს კრძალავდეს და ეს მეოთხე, მეხუთე ვერ წარმომიდგენია ნიკამელია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, რა ვიცი, ჩამოთვალო, ლევან ხაბეშვილი, სხვები იყვნენ ციხეში და ჩვენ არჩევნებითობა არჩევნები ვეთამაშოთ ქართულ ოცნებას. დამკვირვებლის გარეშე, ამომრჩევლის გარეშე, პოლიტიკური ლიდერების გარეშე პარტიები აკრძალული, ეს ხო სიმულაცია იქნება და ეს ხო ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ცდელობა იქნება, მაგრამ ამაზე არ მინდა საუბარი. რაც ვერ წარმომიდგენია ეს გითხარით, უნდა გავაგზავნოთ. რატო აი თვითმფრინავის არჩევნებში ვინც მონაწილეობა მიიღო, ლეგიტიმური გახადა ქართული ოცნება, ან გახარიას გუნდი რომ პარლამენტშია თუნდაც შესული ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, ამან ლეგიტიმური გახადა ქართული ოცნება, ანუ აი ბოიკოტმა რა მოიტანა მაშინ, აი პროცესს რა სარგებელი მოუტანა თქვენმა არჩეულმა გზამ. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ეს არის მთავარი და გადამწყვეტი შეკითხვა, რა მოუტანა და მოუტანა თუ არა ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის ცდელობა ქართული ოცნება არის ის, რომ მისმა ხელისუფლებამ მიიღოს ლეგიტიმაცია. აი დავოსში არ მიიწვეს, ხო, მეტი 70 ქვეყანაზე მეტი ევროპის კონტინენტზე არ არსებობს ქვეყანა, რომლის პოლიტიკური ლიდერიც არ იყოს დავოსში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მარტივად გადამოწმებადი. მოიტანა რა? თქვენი ბოიკოტის დამსახურება არის? გეტყვით, რა თქმა უნდა, მათ შორის გეტყვით რა მოიტანა ბოიკოტმა და რა მოიტანა არჩევნებში მონაწილეობამ. ბოიკოტმა მოიტანა პირველ რიგში ის და გახარიას პარტია ახსენეთ. გახარია 4 ოქტომბრის არჩევნებში, მაგალითად, გახარიას პარტიის პოლიტიკური წონა, აი 750,000 ამომრჩეველი ხო არ მივიდა არჩევნებზე, მაგრამ 2 მილიონზე რო დავთვალოთ, აი 26 ოქტომბრის, ანუ 20 წლის 2020 წლის არჩევნებს, მიიღო 1.8%. გახარიას პოლიტიკური პარტიის წონა არ აღმოჩნდა საკმარისი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ქართულ ოცნებას მიიღო ლეგიტიმაცია. სამაგიეროდ 4 ოქტომბრის არჩევნებმა მოიტანა ის, რომ ის ოპოზიცია, ვინც არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, ის ოპოზიცია, ვინც პარლამენტში არ შევიდა, მიიღო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაცია. რაში გამოიხატა? რაში გამოიხატება და იმაში, რომ 750,000 ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე. ანუ იქ რომ ყოფილიყო ფართო არჩევანი, იქ რომ ყოფილიყო რეალური ალტერნატივა. ის ადამიანები, რომლებიც წინა 5 არჩევნებში მივიდნენ, არჩევნებზე ხო ახლაც მე-6 არჩევნებზე მივიდოდა, ამაში გამოიხატება, მაგრამ კიდევ ერთხელ იქ სხვა გარემოებებიც იყო, თენგო ვიღაცა შეიძლება იმიტომ არ მივიდა რომ ვიღაცას რევოლუციის იმედი ქონდა მაგალითად და ისმენდა მანამდე 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ თქვენ მათ შორის ბოიკოტის კამპანიაში აქტიურად იყავით თქვენი პოლიტიკური გუნდი ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობა და ასე შემდეგ რატო რა არიცით ეთყობა გეშლებათ პარტია კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალს არასდროს არ უთქვამს რომ 4-ში იწყებს და 8 საათზე დავთავრებთ თქვენი ნაწილები გულისხმობ ბოიკოტის კამპანიის ნაწილში თქო და არ მეშლება ნამდვილად. ხო, არა, მაგაში გითხრათ ბოიკოტში ვიყავით უბრალოდ არც მივიღე. მე საზოგადოებაზე გითხარი რომ თქვით რომ ჩვენ მივიღეთ ლეგიტიმაცია შეიძლება ვიღაცა იმიტომ არ მივიდა, შეიძლება ვიღაცა იმიტომ არ მივიდა რომ იმათ დაუჯერა ვისაც. გავიგე, ხო და ეგეც ლეგიტიმაციაა, იმათი ლეგიტიმაცია კი არა ვინც მიიღო. იმათი ლეგიტიმაციაც არის მათ შორის ვინც შეიძლება ფიქრობდა და განცდა და მოლოდინი გააჩინა რომ 4-ში რაღაც 8 საათზე დამთავრდებოდა ეს ბრძოლა. მე მაგალითად ამის არ მჯეროდა იმ მომენტში რატომ არ მჯეროდა გეტყვით იმიტომ რომ ეს ვიცი დღეს 21 საუკუნეში ბიძინა ივანიშვილის მსგავსი რეჟიმების თორე იმ ადამიანების პატრიოტული სურვილებთან და ინტერესებთან კი არ მაქვს წინააღმდეგობა ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები და პატრიოტული განწყობები ჰქონდათ მე ამაში ხარ ღრმად დარწმუნებული და რეჟიმისგან ამ ქვეყნის განთავისუფლება უნდათ და მე ამაზე ორი ასე ვთქვათ კითხვის ნიშანი არ მაქვს და ორი პასუხი არ მაქვს ერთი პასუხი არსებობს აქ პასუხი არის შემდეგი, რომ თანმიმდევრული წინააღმდეგობა, ეს არ არის მარტივი ბრძოლა. თქვენ არაერთი რეჟიმის, აი მადუროს რეჟიმი იქნება, ირანში რეჟიმი იქნება თუ სხვაგან და ძალიან ბევრი არ არის საბედნიეროდ სოფლიოში ესეთი რეჟიმები, სადაც უყურებთ, რომ მიუხედავად აი მადუროს მაგალითზე, მიუხედავად იმისა, რომ თავარი პოლიტიკური ფიგურა აღარ არის ვენესუელაში რთულია პოლიტიკური ალტერნატივის მოძიება. საქართველოში ეს პროცესი ახლა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე
რომ ლეგიტიმური ოპოზიცია არის ქვეყანაში, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად ციხეებში მათი ყოფნისა, ნაწილი გარეთ არის, ჩაარსებოს ეს ალტერნატივა გავაგზელო უნდა. აი ხო ჩამოთვლა ხო ივანიშვილსაც მადუროსავით ტრამპი ხო არ დაიჭერს ხო? ანუ სხვა რაღაცა. იცი რა მაინტერესებს, აი ცოტა დრო მაქვს, მაგრამ მინდა მოვასწრე, რომ წარმოიდგენთ ხოლმე დამარცხებულ ივანიშვილს, აი როგორ ხედავთ? მოგიგეთ არა მიღწევადია. ხო აი როგორ აი რა ნებდება, აი ეს თანმიმდევრული წინააღმდეგობა რომ ამბობთ, იღლება თუ ივანიშვილისნაირი პიროვნებები, კალაძესნაირი და კობაქიძისნაირი პიროვნებები არ დაგნებდებიან ბავშვებს რო საჭმელს პულს პარავს ის პულს საჭმელს პარავს ის ხალხი არ დანებდება მე ისე თქვა მინდა პირველი ოპოზიციური თანხმობა პროდასავლური ეროვნული ზოგან პრინციპებზე და ღირებულებებზე ანუ პრინციპებზე და წინააღმდეგობაზე თანხმობა მეორე მნიშვნელოვანია მალე დავიწყოთ ორგანიზება დიდი ფართომასშტაბიანი აქციების და ეს არის აუცილებელი პირობა ჩემი აზრით იმისა რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პირველ რიგში რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის დასუსტებული ვიდრე იყო სხვა პერიოდში და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ ჩვენ საზოგადოებას გაუჩინოთ რწმენა და ისედაც ესია რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები ვართ უფრო მეტნი მაგრამ ეს რწმენა უნდა გავაჩინოთ რომ ჩვენ არ ვართ ძალიან ასე ვთქვა და ცოტათი მეტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერებს ჩვენ ვართ მნიშვნელოვნად მეტი და ეს მეტნი რომ ვართ უნდა ვაჩვენოთ და დავაბრუნოთ ამის რწმენა და მე ამის ძალიან მჯერა მადლობა თენგო თევზაძე იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი